რას უნდა მიუთითებდეს კახა კალაძეზე რაღაცა კიდევ ერთხელ ფსონის დადება, ესე ვთქვათ, მათი მხრიდან, რაღაცა უკეთესი კანდიდატი არ ყავდათ და ამიტომ კიდევ ერთხელ კალაძე თუ რაღაცა მათთვის იმდენად წარმატებული ფიგურაა და რეიტინგული, როგორც ამას ესე მოიხსენიებენ ხოლმე, რომ ამჯერადაც გადაწყვიტეს მათ კალაძე წარმოადგენდეს. ანა, მოგესალმებით, მესალმებით მაყურებელს, მეც რა თქმა უნდა პირველ რიგში ქალბატონ ზია ამაღობელის მიმართ სრული სოლიდარობის და პატივისცემის ასე ვთქვათ განცხადებით მინდა დავიწყო დღევანდელი საუბარი. რა თქმა უნდა, ქალბატონ ზია ეს არის თავისუფლების სიმბოლო, სრულიად რაღაცა განსხვავებული, გამორჩეული ადამიანი, რომელმაც ყველას დაანახა, რომ სისტემას არ უნდა შეეგუო და როცა ეს საჭიროა, ესე ვაშკაცურად უნდა გაუძლო ამ სისტემის ზეწოლას, რომელიც რა თქმა უნდა დიდხანს ვერ გაგრძელდება და არ გაგრძელდება და ჩვენ მალე ვიხილავთ მზია ამაღლობას, ისევე როგორც სხვა პოლიტიკურ პატიმრებს თავისუფლებს. რაც შეეხება კალაძეს, ნუ მოდი პირდაპირ ვთქვათ, მოკლედ და კონკრეტულად ძალიან ბევრი საუბარი შეიძლება. ოცნებამ ამ ჟესტით, აი თქვენი კითხვა იყო რა თქვა ოცნებამ კალაძის მესამე ვადით წარდგენით. ოცნებამ თქვა ის, რომ მან თბილისის მერის კანდიდატად მესამე ვადით წარადგინა კორუფცია. ანუ ოცნებამ თქვა, რომ ჩვენ კორუფციასთან ბრძოლას არ ვაპირებთ. აი ხლა ის რაღაც ფაფხური, რაც ამ ბოლო დროს დაიწყო, ხა დღესაც გავრცელდა ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ადამიანების დაკავების და ეს ძირითადად ეხება საშუალო რგოლის ადამიანებს, ანუ ჯერჯერობით მინისტრის მოადგილის დონეს ვერ გაცდა ეს დაკავებები, როდესაც ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენ ქვეყანაში გვაქვს სისტემური პოლიტიკური კორუფცია, სადაც უმაღლესი თანამდებობის პირები არიან ჩართული და ხა კარგად ხედავთ, რომ ჯერჯერობით უმაღლესი თანამდებობის პირებამდე ეს გამოძიებები და დაკავებები არ მიდის და ნუ ეხა ვინ და თქვენ ნებისმიერი თბილისელი რო გააჩეროთ და კითხოთ რასთან ასოცირდება თბილისის მერი კახა კალაძე. 10-დან 9 გეტყვით რომ ასოცირდება კორუფციასთან. გუშინო გამოვიდა ირაკლი კობახიძე ეგრეთ წოდებული პრემიერი და ჩემპიონი წარვადგინეთო, ჩემპიონიო თბილისის მერის კანდიდატათო რო ამბობს, ხო? მე ხოთა შორის ხშირად მithქვამს რომ ჩემპიონი თუ რამეშია ეს კაცი. პირველ რიგში არის ჩემპიონი კორუფციაში, ჩემპიონი არის ანტიევროპულ განცხადებებში, პირდაპირ ვთქვათ, იმიტომ რომ მასზე მეტი ანტიევროპული განცხადება, მე მგონი არც ერთ ოცნების სხვა მაღალჩინოსანს არ გაუკეთებია. და ნუ რეალურად ეს არის ჩემპიონი კაცი უპასუხისმგებლობაში, პირდაპირ ვთქვათ, ხომ? ანუ ადამიანი, რომელმაც არასდროს არაფერზე პასუხისმგებლობა არ აიღო. და ჩვენ რომ ასე ვთქვათ, ეხა უბედური შემთხვევები სამწუხაროდ და საუბედუროდ ყოველთვის ხდებოდა და ნუ ხდება სამწუხაროდ, მაგრამ აქ არის საუბარი ისეთ უბედურ შემთხვევებზე, რომელიც დამთავრდა ძალიან სამწუხაროდ ადამიანების გარდაცვალებით. სადაც პირდაპირ მონაწილეობა და პირდაპირ გავლენა აქვს მუნიციპალური სერვისების გაუმართავობას, ხო? დაწყებული ვაკის პარკის ტრაგედიიდან, შემდეგ იქ ერთ-ერთ ეზოში ფანჩატურში ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალებით, ახლა სულ ახლახან სადგურის მოედანზე იქ შენობის ჩამოგრევით და ორი სრულიად უდანაშაულო შემთხვევითი გამლელის გარდაცვალებით და ასე შემდეგ. და ეს რატო ხდება? გასაგებია რომ უბედური შემთხვევები მართლაც ყოველთვის ხდება, მაგრამ ეს არის პირდაპირ დასტური იმისა, ანა, რომ კორუფცია მარტო ის პრობლემა კი არ არის, რომ ვიღაც ადამიანები და ამ შემთხვევაში კალაძე და ოცნების მაღალჩინოსნები უსამართლოდ მდიდრდებიან და სხვა ადამიანები ღარიბდებიან. კორუფცია პირველ რიგში იმიტომ არის პრობლემა, რომ კორუფცია კლავს. აი პირდაპირ გაგებით კორუფცია კლავს, იმიტომ რომ კორუფციის გამოა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები. კორუფციის გამო ხდება, რომ თბილისის მერიის მენეჯმენტის პრიორიტეტები სულ სხვა რამეა, ვიდრე ადამიანების უსაფრთხოება. ასეთი დაუცველი თბილისის მოქალაქეები არასდროს არ ყოფილან. და მაგას ვამბობ მე ზუსტად, რომ ჩვენ აი ვიღაცამ რომ გამოიკვლიოს, რომ იყოს ამის საშუალება, ხო? არ მგონია რომელიმე მერის დროს ამდენი მუნიციპალური სერვისების გაუმართავობის გამო ამდენი უბედური შემთხვევა რომელიმე მერის დროს ყოფილიყო, ხო? იცით რა შემახსენეთ? არასწორად მახსოვს. კალაძეს ჰქონდა უფლება რომ მესამე ვადითაც ეყარა კენჭი კანონმდებლობით, არ არის შეზღუდვა, იმიტომ რომ მე თუ სწორად მახსოვდა ორი ვადი. მეც ასე მახსოვდა, მაგრამ ყველაფერი უკვე იმდენი რამე შეცვალეს, ანა რომ ვერც ვასწრებთ ყურადღების მიქცევას რა, წინასწარ. ალბათ შეიძლება ესეც მოარგეს და ვერავინ ვერ. ასე რომ ანა მაგ კითხვაზე პასუხი არის კორუფცია და ამიტომ ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, ვასრულებ ამით პირველ კითხვაზე პასუხს, რომ კალაძეს თუ კიდე ვინმე ფიქრობს რომ ხმა შეიძლება შესაძლოა მისცეს, მოქალაქეები უნდა იცოდნენ, რომ კალაძისთვის ხმის მიცემა პირდაპირ ნიშნავს შეგუებას იმ ფაქტთან, რომ ეს ქვეყანა კიდევ და უფრო მეტად იქნება ჩაფლული კორუფციაში. პირველი აგვისტოა უკვე და თქვენ როდის ჩამოყალიბდებით თქვენს კანდიდატზე, რომ რაღაცა საზოგადოებამ მიცოდეს ვინ არის, ცოტა დროად არჩენები ხვალიაროთ. ბატონო, პროგრამაში გეტყვით, რომ რა თქმა უნდა არაფერს არ ცვლოს, ახლა ჩვენ კარგად ვიცით და თავიდანვე გააზრებული ქონდა, როდესაც ისი თქვენ ჩვენი
პირველივე დღიდან ჩვენი გადაწყვეტილება რომ არჩევნების გზით უნდა დავამარცხოთ ოცნება, ნუ გასაგებია რომ ვებრძვით აი ამ ბრუტალურ მოძალადე რეჟიმს, როგორიც არის დღევანდელი ოცნება, ანუ სრულიად ტიპიურ, აი ჩამოყალიბებულ ავტოკრატიულ რეჟიმს ვებრძვით. ახლა ამ ბრძოლაში კალაძე იქნება კანდიდატი თუ სხვა ამას რა თქმა უნდა. დიდი მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ როგორც ჩანს, რადგან კალაძის წარდგენით ოცნებამ პირდაპირ გააკეთა განაცხადი, რომ კორუფციასთან ბრძოლა ეს არის მხოლოდ რაღაცა სიმულაცია კორუფციასთან ბრძოლის, ხო? და ეს არ არის სინამდვილეში კორუფციასთან ბრძოლა და ეს არის მხოლოდ საარჩევნო კონტექსტი. სხვა რა ვარიანტი ჰქონდა დაუშვათ ქართულ ოცნებას? მოდი ასე რომ შევხედოთ. აი რაღაცა მაგალითად ხაბეიშვილი ამბობდა ხოლმე, რომ ამუკა მდინარაძესაც კი უნდა იყოსო თბილისის მერობის კანდიდატიო და რა ვიცი, ალბათ ივანიშვილს ისევ კალაძე ურჩევნია, ვიდრე მამუკა მდინარაძე, ხო? ანუ აი ვინ ყავდათ უკეთესი ვარიანტი ესეთ დაზიანებულ პირობებში ვინ შეიძლება აიღო ეს პასუხისმგებლობა რომ რაღაცა დღეს ქართული ოცნების სახელით თუნდაც არ ვიცი უფრო ახალი სახე ნაკლებად დაზიანებული ყოფილიყო ასპარეზზე. როგორც წესი იმდენად ხელოვნური იქნებოდა რომ მიხვდნენ რომ ამის გაკეთებას უბრალოდ აზრი არ ქონდა. ნუ მათ ახლა ყავთ რაღაცა ასე ვთქვათ მყარი მეტნაკლებად მყარი ელექტორალური ბაზა გააჩნიათ და ჩვენი დათვლებით თბილისში ეს არ აღემატება მინდა გითხრათ 20%-ს ეს დაახლოებით 20-დან 25%-მდე არის და ეს არის რა თქმა უნდა ძალიან მცირე მხარდამჭერთა რაოდენობა თბილისში და ნუ ახლა საბოლოო ჯამში ალბათ არჩიეს რომ ეს 20-25% მაინც შეენარჩუნებინათ ვიდრე ახალი კანდიდატის შემოყვანით ეს რაოდენობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინათ. რაც შეეხება ჩვენს კონსულტაციებს, ახლა თქვენ იცით რომ ჩვენ უკვე აქტიურ ფაზაზე ვართ გადასული, ჩვენ და ლელო კოალიცია ძლიერი საქართველო, სხვათა შორის დღესაც გქონდა ერთ-ერთი ესეთი სამუშაო შეხვედრა, ახლა აქედან მოვდივარ და ნუ ახლა დრო გვაქვს კანონმდებლობით 4 სექტემბრამდე, ვიცი რომ დროც არ ითმეს მეორეს მხრივ, მაგრამ არაორდინალური ვითარებაა, ბუნებრივია ახლა ეს პრეცედენტი, ხო ესეც იცოდეს მაყურებელმა, არ არის ესეთი ცნობილი ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, როდესაც ორი პარტია, ნუ ეს არ არის რა თქმა უნდა გაერთიანება, მაგრამ ნუ თანამშრომლობაზე თანხმდება, თანამშრომლობის პრინციპებზე თანხმდება, საინტერესო გამოცდილებაა სხვათა შორის და ამას კიდევ უფრო მეტი დრო ჭირდება, მაგრამ ეს საბოლოო ჯამში გვაძლიერებს, იმიტომ რომ იცოდეთ უბრალოდ რამდენი კანდიდატია, რამდენი ღირსეული კანდიდატის, ასე ვთქვათ, ვინაობა დევს მაგიდაზე, შეიძლება თქვენც არ დაიჯეროთ, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ არიან ძალიან ღირსეული კანდიდატები ლელოს მხარეს, ლელოს შიგნით, არიან ძალიან ღირსეული კანდიდატები ჩვენი პარტიის შიგნით. ერთ-ერთსაც ვერ გვეტყვით ბატონო. არ მინდა უბრალოდ ამით რამე გაუგებრობა ეს არიან რაღაცა გუნდის მოქმედი წევრები, ეს მაინც გუნდის მოქმედი წევრებიდან, როგორც ლელოს მხრიდან, ასევე ჩვენი მხრიდან, ამდენიმე ძალიან ღირსეული კანდიდატი არის. მაგრამ ამავე დროს ასევე შეგახსენებთ, რომ განიხილებიან ნეიტრალური კანდიდატები, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ ჩვენს და კოალიცია ძლიერ საქართველოს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად ერთ-ერთი აქცენტი კეთდება ნეიტრალურ, ანუ პოლიტიკურად ნეიტრალურ გულისხმობ უპარტიო კანდიდატებზე, ხო? ეხლა ჩვენ ნახოთ, ვისაც ექნება, რომელ კანდიდატსაც ექნება უფრო მეტი შანსი, რომ საზოგადოების რაც შეიძლება ფართო ფენების მხარდაჭერა მოიპოვოს, საბოლოო ჯამში შევაჩერებთ არჩევანს ამ კანდიდატზე, მაგრამ ნუ ჯერჯერობით როგორც გითხარით, 3 ბლოკია, ხო? ანუ ლელოს და კოალიცია ძლიერი საქართველოს გუნდის წევრებიდან გუნდის წიაღიდან, ჩვენი პარტიის წიაღიდან და რა თქმა უნდა ნეიტრალური კანდიდატები. ჯერ დრო გვაქვს, ჩვენ ამ დროს იქიდან გამომდინარე რომ არაორდინალური ვითარება, დიდი ალბათობით ანა მაინც კონკრეტიკა რომ შევიტანოთ თქვენს პასუხში, ამ ვადის ბოლომდე გამოვიყენებთ და ნუ ნახოთ, ნუ აგვისტოს ბოლო იქნება სავარაუდოდ ის დრო, როდესაც ჩვენ უკვე ოფიციალურად წარვადგენთ ყველა კანდიდატს. ცოტა არჩევნების წინა დღეს ნუ მეტყვით. არა, ნუ მინიმუმ თვეზე ცოტა მეც ვიტოვებ აქტიური კამპანიისთვის. თქვენ რას გვეტყვით ბატონ გიორგი და სხვათა შორის, არ ვიცი, დასჯა რომ უნდოდეთ მოძალადეების გახარიაზე თავდასხმა ყველამ ძალიან კარგად გვახსოვს, ხომ ყველას უფრო მეტიც ვინც გადაიღო ისიც ვიცით, ვინც დაესხა თავს ისიც ვიცით, ვინც გაავრცელა ეს ვიდეო მასალა, ეს ყველაფერი ნამდვილად კარგად გაიხსენეთ ანა და ჩვენ იცით ისიც რა ფორმით აღარ მოვითხოვეთ ამ კადრების გასაჯაროება, მაგრამ სამწუხაროდ პროკურატურამ აბსოლუტურად ყველა ფაქტი გააქრო და არა მარტო პროკურატურამ, სასტუმროსაც სასტუმრო ტელეკომპანია იმედმა და ასე შემდეგ. ეხლა რაც შეეხება ამ ფაქტს, ნუ მე არ ვიცი უტიფრობის ალბათ რაღაცა განსაკუთრებული გამოვლენა ვიხილეთ დღეს, როდესაც კობახიძე გამოდის და ამბობს, რომ მას სურვილი აქვს და ვერ იძიებს, ხო ეხლა როცა თვითონ ჭირდებათ, აი როდესაც თავის არაფორმალურ მმართველს, აი ვისი პირდაპირ ხელის ბიჭიც არის კობახიძე. მაშინ სუსის უფროსი ჩაჯდა თვითმფრინავში, ну როგორც ამას ყოველ შემთხვევაში ბატონი ბაჩიაშვილი თავად ხდება, ხო? როცა ეს ივანიშვილს დაჭირდა თვითმფრინავში ჩაჯდა,
და სრულიად უკანონო მოქმედება ჩაიდინა და ეს ადამიანი უკანონოდ მათ შორის კრიმინალური დაჯგუფების თანამონაწილეობით სხვა ქვეყნიდან საქართველოში ჩამოიყვანა. სრულიად უკანონოდ და ციხეშია და ციხეში კიდე რა მდგომარეობაში ამყოფებენ, ეს კიდე ცალკე საკითხია. ასე რომ რა თქმა უნდა ეს არის უტიფრობის კიდევ ვიმეორებ რაღაც არნახული მაგალითი. მათ როცა ჭირდებათ ყველაფრის გამოძიება შეუძლიათ კიდევ ვიმეორებ და აქ ახლა მით უმეტეს კარგად იხსენებდით თქვენ, როდესაც ამბობდით რომ რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან ხშირად ვითხოვდით რომ გაიდენტიფიცირებელი ნიშნები ქონოდა იგივე სპეცნაზის თანამშრომლებს, იმიტომ რომ ძალიან დიდი დარღვევაა ადამიანის უფლებების. ახლა მე მესმის ის სპეცნაზ არ გულისხმობდა, ის გულისხმობდა იმ ეგრეთ წოდებულ ტიტუშკებს და მოგზავნილ ადამიანებს და რა თქმა უნდა ყველამ კარგად იცის რომ ეს მათივე დაორგანიზებული ხალხია. ახლა ეს ხალხი რაღაც ციდან ვერ ჩამოფრინდებოდა, ხომ? და თუ არ ვცდები თქვენი ტელევიზიის სიუჟეტში იყო ძალიან კარგად ახსნილი, რომ საკუთარი უბნელებმაც კი მეზობლებმაც ვინც იხილეს ჟურნალისტებზე თავდასხმა, მათაც კი ამოიცნეს ეს ადამიანები. მეორე დღესვე და ახლა რა პრობლემაა ამდენი თვე გავიდა და გამოძიებას რა იმეს გამოძიების რეალური სურვილი რომ ქონოდა, ერთ ადამიანს მაინც ვერ დაიჭერდა, ერთ ადამიანს. ასე რომ რა თქმა უნდა ეს არის უსამართლობის ტოტალური გამოვლინება, პირდაპირ ცინიზმი, დაცინვა, განსაკუთრებით იმ ადამიანების მიმართ, ვინც თვითონ აღმოჩნდნენ მსხვერპლი და აქ ამ მსხვერპლთა შორის განსაკუთრებით ჟურნალისტები და თქვენი კოლეგები არიან და ჩემი სოლიდარობა მათ. და ნუ რა ვიცი, წარმოუდგენელია, უბრალოდ ეს კიდევ აი ეს რა ხდება, ნახეთ ანა, აი ადამიანებს რა მიმართავ ყველას, აი ვინც ოცნებას ხმამისსა 26 ოქტომბერს, ხო? აი ხო გავიდა ეს 7 თვეზე მეტი. ხო ხედავენ უბრალოდ რეალურად როგორ მოატყუა ოცნებამ. როგორ მოატყუა, აი პირდაპირ ტყუილის პროპაგანდა იყო არჩევნები და მაშინ აი ამ მოტყუებით მიაცემინეს ხმა, მაგრამ ეხლა ხომ ეს ტყუილიც ვეღარ ჭრის. ეხლა ხომ მათ კარგად იციან რომ თუ ისინი ოცნებას კიდევ ერთხელ ხმას მისცემენ, მიიღებენ ძალადობას, იმაზე კიდე უარეს ვიდრე აქამდე ვნახეთ, მიიღებენ კორუფციას, იმაზე უარეს ვიდრე აქამდე ვნახეთ და მიიღებენ ჩვენი ქვეყნის სრულ იზოლაციას და ჩამოშორებას ევროპული მომავლისგან, ხო? და ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ ამ ადამიანებს უნდა ველაპარაკოთ ოცნების ამ მომრჩევლებს, რომლებიც რა თქმა უნდა თავადაც ჩვენი ახსნის გარეშეც უკვე ძალიან კარგად ხვდებიან, სად არის სიმართლე და სად არის ტყუილი, მაგრამ მაინც ჭირდებათ დამატებით ჩვენს მიერ ამის ახსნა, კარგად ახსნა, რომ ოცნებისთვის ხმის მიცემა ეს არის ამ ქვეყნის ღალატი პირდაპირ ვთქვათ და დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დიდი ნაწილი აი ამ შეცდომას აღარ გაიმეორებს და არც ერთ არჩევნებზე ეს მუნიციპალური იქნება თუ ხელახალი საპარლამენტო არჩევნები რომელიც აუცილებლად დაინიშნება ოცნებას ხმას აღარ მისცემენ. იმიტომ რომ ოცნება დარჩება ამ ქვეყანაში იცით რა ნიშნულზე ანა? აი 20%-იან ნიშნულზე, რაც ყველა კვლევაში ამოდის, რომ ამ ქვეყანაში სამწუხაროდ ჯერ კიდევ არის 20% ადამიანებისა, რომელიც წინააღმდეგია ამ ქვეყნის ევროპული მომავლის, შესაბამისად ადამიანის უფლებების დაცვის კანონის უზენაესობის, სამართლიანი სასამართლოსი და ასე შემდეგ და ნუ იქნება ეს 20% და ყავდეთ მე ამ 20%-ზეც ვიმუშავებთ, მაგრამ ამ ეტაპზე ოცნება არ იმსახურებს იმაზე მეტ ამომრჩეველს, ვიდრე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 20%-ია, რაც არის თანაბარი იმ რაოდენობისა, რომელიც წინააღმდეგია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის. კი ბატონო. გიორგი, თქვენ რას გვეტყვით? ნუ ჩვენი პოზიცია თქვენი იცით და ჩვენ საზოგადოებამ რომ ჩვენ ყოველთვის ვართ მომხრე შვიდობიანი ცვლილებების. შვიდობიანი ცვლილებების გზა გადის არჩევნების გზაზე. და ამიტომ ჩვენთვის 4 ოქტომბერი რა თქმა უნდა პირველ რიგში არის არჩევნების თარიღი. და ეს თარიღი სხვათა შორის ოცნების დანიშნული არ არის, ეს არის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული მორიგი მუნიციპალური არჩევნები და რა თქმა უნდა ჩვენ ამ არჩევნებში შევდივართ და ვაპირებთ იმას, რომ ეს არჩევნები უბრალოდ 4 ოქტომბერი იყოს ოცნების ოპოზიციაში გადაყვანის დღე. თუ მაინც ტერმინებზე ვსაუბრობთ, ჩვენთვის ეს ტერმინი ალბათ ყველაზე მისაღებია. მაგრამ რამდენად რეალური სცენარია გიორგი ახლა ის რომ ამას ნახავთ, ყოველ შემთხვევაში ჩვენ მიზანი გვაქვს ეს, რომ 4 ოქტომბერს საქართველოს ბევრ მსხვილ ქალაქში ჩვენ შევძლოთ ის, რომ ოცნება გადავიყვანოთ ოპოზიციაში. რომ მაშინ ასეთ კითხვას დაგიხსნით, იცით რა წარმომადგენლები და ასე შემდეგ. რა მათემატიკით ახერხებთ ამას ეს გამაგებინეთ მაშინ ბატონო გიორგი, იმიტომ რომ თქვენი ორი პარტიის რაღაცა მხარდამჭერთა ჯამი სამწუხაროდ არ ყოფნის, რომ ქართული ოცნება დაამარცხოთ. ხო, მაშინ ვისზე გაქვთ გათვლა ეს მაინტერესებს? აი ვის ამომრჩეველზე აი დავუშვათ, რა ვიცი, ახალის ამომრჩეველს, საკუთარი არჩევანი აქვს, ნაციონალების ამომრჩეველს, საკუთარი გირჩის და საკუთარი და ვისზე გაქვთ მაშინ თქვენ სწორება, რომ აი მხარდაჭერასაც წამოიღებთ თქვენს ორს ერთად კიდე ზედ დამატებული და პირველ რიგში ვთქვათ, ხებთ ყველგან თუ არა სადღაც მაინც. პირველ რიგში ვთქვათ, რომ ჩვენი, ამ შემთხვევაში ჩვენი პარტიის სახელით საუბრობ და ვერ ვისაუბრებ ცხადია კოალიციის სახელით, ჩვენი პარტიის მაგალითზე ჩვენ გვაქვს მუდმივად მზარდი რეიტინგი. ჩვენ ეს დავადასტურეთ არჩევნების მათ შორის გაყალბებული არჩევნების შედეგებითაც კი და ველოდებით იმას, რომ 4 ოქტომბერს ჩვენ გაცილებით გაზრდილ მაჩვენებელს ვაჩვენებთ ეს ერთი.
დიდი იმედი მაქვს, რომ ასევე რეიტინგი ეზრდება ლეალოს და კოალიციის წევრ სხვა პარტიასაც. ეს ერთი. მეორე, არავინ არ თქვას ის, რომ სხვა ოპოზიციური პარტიების ამორჩევლები არ აპირებენ არჩევნებზე მისვლას. ყველა კვლევით დასტურდა. ყველა კვლევით დასტურდა, ყველა კვლევით. ანუ ელოდებით რომ შეიძლება სხვა პარტიის ამორჩეველიც მოვიდეს. რა თქმა უნდა, ანუ ეს არის ერთი ბლოკი, კიდევ ვიმეორებ, ანუ სხვა ოპოზიციური პარტიების ამორჩევლები, რომლებსაც დახვდებათ ალტერნატივა ამ შემთხვევაში ოცნების მთავარი კონკურენტი ძალის და ეს ადამიანები ცხადია არჩევანს გააკეთებენ ჩვენზე და რაც ყველაზე მთავარია, ოცნების ამორჩეველი. ანუ ჩვენ დღეს ხო საუბრობთ იმაზე, რომ ოცნებას ჯერ კიდევ, აი ამ ეტაპისთვის ნუ დაახლოებით 30-35%-იანი მხარდაჭერა აქვს. რეალური მხარდაჭერა და ოცნება ამას არ იმსახურებს. და ამისთვის არის საჭირო ამ ადამიანებთან მუშაობა, ამ ადამიანების დიდი ნაწილი ისედაც კარგად ხვდება, რომ ოცნებისთვის ხმის მიცემა აღარ შეიძლება, მაგრამ ისინი მიდიან არჩევნებზე და ეხლა ამ არჩევნებზე რომ მივლენ საარჩევნო უბანზე ბიულეტენში ალტერნატივა ხო უნდა დახვდეთ, ხო? იმიტომ რომ ისინი ხო საკუთარი თვალით ხედავენ და საშინელებებს და დანაშაულებს ჩადის ოცნება. და ეს არ არის ანა პატარა რიცხვი, მინდა გითხრათ. ჩვენი გათვლებით ეს არის დაახლოებით 10-15%. რა პროცენტითაც არის შემცირებული ოცნების რეალური მხარდამჭერების რაოდენობა. და ამიტომ ესე იგი ჩვენ თუ დავაჯამებთ ჩვენს გაზრდილ რეიტინგს, ჩვენ თუ ამას დაუმატებთ სხვა ოპოზიციური პარტიების იმ ამორჩევლების მხარდაჭერას, რომლებიც მოვლენ არჩევნებზე, ჩვენ თუ ამას დაუმატებთ ასევე მინდა გითხრათ ნეიტრალური ეგრეთ წოდებული შუაშისტი ადამიანების ხმებს, რომლებიც ასევე მოვლენ არჩევნებზე და ყველაზე მთავარია ჩვენ თუ ამას დაუმატებთ ოცნებისგან, ასე ვთქვათ, ოცნების ელექტორატიდან მოწყვეტილი ამორჩევლების რაოდენობასაც ყველაზე მსხვილი სეგმენტი შეიძლება იყოს. ეს მინდა გითხრათ, რომ თბილისის შემთხვევაში და სხვა დიდი ქალაქების შემთხვევაში არ არის პატარა ციფრი. შეიძლება პირველ ტურში ვერ დამთავრდეს, ასე ვთქვათ, ამბავი, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში მეორე ტურში მაინც მოგვიწევს ძალიან სერიოზული ბრძოლა და ჩვენ ამას რეალისტურად უყურებთ. აქ არაფერი არარეალისტური არ არის. მაგრამ მთავარი მაინც ეს არ არის. მთავარი არის კიდევ ვიმეორებ ის, რომ ჩვენ მოვახერხოთ ბრძოლა და მიუხედავად ამ უთანასწორო პირობებისა, რომ ყველაფერი მათ მხარეს რომ არის მთელი სახელმწიფო სტრუქტურები და მთელი სახელმწიფო სისტემა და ჩვენ მხარეს რომ ფაქტობრივად არაფერია და ლიდერები ციხეში და ასე შემდეგ, მიუხედავად ამისა, ჩვენი ბრძოლით ვაჩვენოთ, რომ მშვიდობიანი გზებითაც შესაძლებელია თუნდაც ისეთი ავტოკრატიული რეჟიმის დამარცხება, როგორიც არის დღევანდელი ოცნება.